სრუბრალდებები და აბსურდული თეორიები სწორედ ასე აფასებს მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ გუშინდელ ბრიფინგს. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ჩვენთვის ცნობილი, რაც გიორგი ბაჩიაშვილი უფლებადამცველებმა მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულეს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ გიორგი ქემოკლიძის იგივე ცვეტნოის სახელი და გვარი გუშინ პირველად მოისმინა მან ტელევიზორიდან, მასთან არანაირი სახის კომუნიკაცია არასდროს არ ქონია, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ივანიშვილის გუნდმა სწორედ გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსა. გიორგი ბაჩიაშვილს, როგორც ჩანს, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები აქვს იმ ბრიფინგთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ დინარაძის უწყებაში გაიმართა. ბაჩიაშვილი ამ დრომდე ამტკიცებს იმას, რომ ვიდეო კადრები არსებობდა, სადაც კარგად ჩანს ის დანაშაულის ნიშნები, როდესაც საკანში მას შეუგზავნეს პირი, რომელმაც ის სასტიკად სცემა და დღესაც მისი პოზიცია არის უცვლელი. ის პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, რომ ეს კადრები გაასაჯაროვოს. თუმცა ბაჩიაშვილი არ გამორიცხავს და პრინციპში უფლებადამცველები ამბობენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართული ბრიფინგის შემდგომ დადასტურდა ის, რომ პენიტენციურმა სამსახურმა ვიდეო კადრები წაშავა. თავდაპირველად იუსტიციის მინისტრი ამტკიცებდა, რომ კადრები არსებობდა და ამას გაასაჯაროვებდნენ, თუმცა გუშინ გაირკვა, რომ კადრები არ არსებობდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ ბაჩიაშვილის დავალებით ვიდეო სამეთვალყურეო კამერები, რომელიც მსჯავრდებულის საკანში არის დამონტაჟებული, გამორთული იყო, რასაც არ ეთანხმება თავად ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი. ის ამბობს, რომ სპეციალურად წაშალეს ეს ვიდეო კადრები იმისათვის, რომ საზოგადოებას არ ენახა ის სისასტიკე, რომელიც მის წინააღმდეგ პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელდა. გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ბრალდება არის აბსურდული, უფრო მეტიც მან დაკავებული პირის სახელი და გვარი შეიტყო მხოლოდ სიუჟეტიდან და მანამდე არც იცოდა ამ პირის არსებობის შესახებ. პირველივე დღიდან მაგალითად ჩვენ ვაცხადებდით, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ვიდეო ჩანაწერების ამოღება. დღეს აღმოჩნდა, რომ ეს ვიდეო ჩანაწერები არის წაშლილი. ამას გარდა პირველივე დღიდან ჩვენ ვითხოვდით, რომ ბაჩიაშვილი მოთავსებულიყო განცალკავებით საკანში სხვა მსჯავრდებულებისგან დამოუკიდებლად, ვინაიდან თეორიულად შესაძლოა ყოფილიყო მსგავსი საფრთხეები. ესეც არ დაკმაყოფილდა. თუ კი არსებობდა რაიმე ტიპის ოპერატიული ინფორმაცია, ცხადია, ამ ყველაფრის ასე ვთქვათ, პრევენცია შესაძლებელი იყო სწორედ ბაჩიაშვილის განმარტოებით მოთავსებით. ასევე ერთ-ერთი არგუმენტი იყო, რომ თითქოს და ბაჩიაშვილის მიერ მოხდა ორი ასე ვთქვათ, თანასაკნელის ვინაობის დამალვა. ჯერ ერთი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ წარმოუდგენელია მისთვის, მას როგორ უნდა დაეგეგმა თეორიულადაც კი და მიეღო გადაწყვეტილება ვის შეუსახლებდნენ. ინციდენტამდე 11 ივნისამდე ბაჩიაშვილი იმყოფებოდა დაახლოებით 1 კვირა საკანში მარტო. მსგავსი ბრალდების წარდგენა საჭიროებს მტკიცებულებებს და იმ ვითარებაში, როდესაც მსგავსი ფაქტი არ არსებობს, წარმოუდგენლად მიმაჩნია მტკიცებულებების არსებობა. პენიტენციური სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების საქმეზე იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა განცხადება. პრინციპში ამ განცხადებაში არაფერი წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე, მხოლოდ ამბობენ იმას, რომ ყოფილმა მაღალჩინოსანმა სისტემა შევახა იმ ქმედებებით, რა ქმედებებსაც ის მსჯავრდებულ პირთან ერთად ახორციელებდა. ამ განცხადებიდან გავიგეთ ის, რომ გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ნამდვილად დაწყებული იუსტიციის სამინისტროს გენერალურ პროკურატურას. განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ გიორგი ქემოკლიძე იგივე ცვეტნოი დადიოდა გამოკითხვებზე, თუმცა არაფერია ნათქვამი ყოფილ გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულების ყოფილ უფროსზე დავით გოგობერიშვილზე, რომელმაც სიცოცხლე სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა. საინტერესოა, გოგობერიშვილი თუ დადიოდა გამოკითხვებზე და ეს ხომ არ იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც მან სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ქართული ოცნების ლიდერები პრინციპში ერთმანეთის მიყოლებით ამბობენ იმას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა ბრწყინვალედ საგამოძიებო მოქმედებები ბაჩიაშვილთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ არის მილიარდელი, რომელსაც შეუძლია, რომ ყველა პირი მოისყიდოს, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც ქართული ოცნების სისტემას ემსახურებიან. ეხლა ხედავთ, რომ ადამიანმა ინსცენირება გააკეთა მასზე ძალადობის. ეს აჩვენებს უბრალოდ ერთი, რომ რამხელა კრიმინალური ენერგია აქვს და ყველაფერზე არის ადამიანი წამსვლელი. იმ დროს თუ არა ამ საქმეზე თავად მიძინა ივანიშვილი.
რაც შეეხება ვინ იყო ჩართული ამ დანაშაულში, გამოძიება ამიტომაც არის რომ ყველა მისი მონაწილე დაადგინოს და ამ ეტაპზე ვინც დაადგინა სწორედ ეს ადამიანი არის დაკავებული და რას ქვია როგორ შეიძლება 1.5 მილიარდი ადამიანს აქვს მოპარული. მილიარდი თუ გვაქვს ციხეში რასაც გინდა იმასაც ამ გადაშალა. არა რა თქმა უნდა, მაგრამ სწორედ ეს არის სხვა ახლა ტკბილი სიტყვით თუ ვინმე დაარწმუნა არ ვიცი, მაგრამ დიდი ალბათობით ერთის მხრივ ფული და მეორეს მხრივ ის ვინც მას მფარველობს. სისტემატურ ჩამოშლილი არ არის დანაშაული. ერთმა პატიმარმა ამდენი რაღაც როგორ დაგეგმა. დანაშაული და დამნაშავეები იმიტომ არსებობენ, რომ დანაშაული ხდება. დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსანი ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. ის ახლა სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენელს ეოდება იმისათვის რომ გააცნონ მას ბრალის დადგენილება. რა პოზიცია ექნება თავად სასჯელ ახსულების დაწესებულების ყოფილ მაღალჩინოსანს ცოტა ხანში გახდება ცნობილი და საინტერესოა ისიც იტყვის თუ არა რამეს დავით გოგობერიშვილთან დაკავშირებით, რომელიც გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელი იყო, რომელმაც სიცოცხლე რამდენიმე დღის წინ სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა.